Ჯოიმ არჩევნებში მაშინის არჩევნები გაყალბდა და იქ მონაწილეობდა ამ გაყალბებაში უშუალოდ ორი მინისტრი ხიდაშელი და აგულაშვილი, ამის გამო სხვათა შორის დაიშალა ბოლო-ბოლო ქართული ოცნება და ახლა საპარლამენტო არჩევნებშიც ჩვენი კანდიდატი იქ იქნება ირმა ინაშვილი. ასევე ემზარ კვიციანს ყველა იცნობს, ემზარ კვიციანი არის ადამიანი, რომელიც 15 წელიწადი იცავდა კოდორის ხეობას და კოდორის ხეობა არ მოწყვეტია საქართველოს, სანამ იქ იყო ემზარ კვიციანი. ყველაფერი გააკეთა სააკაშვილის ხელისუფლებამ, რომ როგორმე კვიციანი მოეშორებინა კოდორის ხეობას და ჩაებარებინა ეს ხეობა რუსეთისთვის ფაქტობრივად. ემზარ კვიციანი იქნება ჩვენი კანდიდატი. ეხლა იცით, რომ ხელისუფლებამ გააერთიანა სვანეთი, ლეჩხუმი, რაჭა, რაც არანაირად სწორი არ არის. ძალიან ძნელია, რომ ოპოზიციურმა კანდიდატმა იბრძოლოს სამივე რაიონში, როდესაც იქ მე მგონი 3 კი არა 5 მმართველია. მიუხედავად ამისა, ემზარ კვიციანი იქნება ჩვენი კანდიდატი ამ საარჩევნო ოლქში და დიდი იმედი გვაქვს, რომ გაიმარჯვებს. რატო? იმიტომ რომ ხალხი პატივს სცემს ემზარს და ხალხს უყვარს ემზარ კვიციანი და ასევე ცხეთაში ჩვენს რელიგიურ დედაქალაქში ჩვენი კანდიდატი იქნება ახალგაზრდა კაცი კოკა მორგოშია, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდაა, ძალიან ბევრი რამ აქვს გაკეთებული მცხეთისთვის. ძალიან ბევრი აქვს ნაღვაწი და მისი კონსტანტინე მორგოშია. მისი ასაკისათვის მე ვფიქრობ, რომ იმდენად ბევრი არის გაკეთებული, რომ იქაც დაიმსახურა ხალხის პატივისცემა. ვფიქრობ, რომ ჩვენი კანდიდატები იქნებიან ძალიან ღირსეული კანდიდატები. მადლობთ. თუ გაქვთ შეკითხვები, გიპასუხოთ. ჩვენ რატომ უნდა გავაკეთოთ შეფასება ოცნების სიასთან დაკავშირებით? კანდიდატების წარდგენა იქნება მთელი ის პერიოდი, რაც არის განკუთვნილი კანდიდატების წარსადგენად. ეს არ არის სწრაფი პროცესი და არ არის საჭირო, რომ ერთიანად წარმოადგინოთ სულ ყველა კანდიდატი. ეს უნდა მოხდეს ეტაპობრივად და მოხდება ეტაპობრივად. ოცნება არის დამოუკიდებელი საარჩევნო სუბიექტი, შეუძლია წარადგინოს ვინც სურს. ჩვენი მხრიდან ახლა კომენტარი მათ კანდიდატებზე მე მგონი უბრალოდ უხერხულია. მოგესალმებით. ჩვენ როგორც ბატონმა დავითმა ბრძანა, ეტაპობრივად წარვადგენთ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს ყველა საარჩევნო ოლქში. მერწმუნეთ, ძალიან საინტერესო და ღირსეული კანდიდატები ყავს საქართველოს პატრიოტთა ალიანსს. ხშირად გვისვამენ შეკითხვას საარჩევნო სიასთან დაკავშირებით და მე ვიტყვი, რომ ჩვენ მუშაობთ ამაზე, არანაირად არ ვჩქარობთ და კანონით გათვალისწინებულ ვადებში ჩვენ ჩავეტევით და სიის პრეზენტაციაც რა თქმა უნდა მოხდება. ყველა ის ადამიანი, რომელიც იქნება წარმოდგენილი როგორც საარჩევნო სიაში, ისევე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებად იქნება ღირსეული ადამიანი, რომელიც მისაღებია ქართველი საზოგადოებისათვის. რაც შეეხება საგარეჯოს, სადაც მე დღეს წარმადგინეს დეპუტატობის კანდიდატად, ჩვენ იქ ვიბრძოლებთ ღირსეულად. ჩვენ ერთხელ გავიმარჯვეთ საგარეჯოში და ეხლა მოხდება უკვე 8 ოქტომბერს ამ გამარჯვების აღიარება და დაკანონება. მე მინდა წარმატება უსურვო ჩემს კოლეგებს და ჩემს თანამებრძოლებს და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პატრიოტთა ალიანსი აუცილებლად გაიმარჯვებს, არა მარტო პროპორციულ ნაწილში, არამედ მაჟორიტარულ ნაწილშიც. ძალიან დიდი მადლობა. ემზარს ვთხოვოთ და მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გამოუცხადოთ ჩემს მეგობრებს, ბატონ დავით და ირმას, ნდობის გამოცხადებისთვის.
ძალიან საინტერესო ადგილას მივდივარ, რაჭა ლეჩხუმის ზემო და ქვემო სვანეთი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს თავდადებას და იმსახურებს თვითონ რაჭოლების და სვანების და ლეჩხუმლების პატივისცემას. წეგან სწორი ბრძანა ბატონმა დავითმა, რომ გაერთიანეს და ეს გაერთიანების მიზეზი არის ის, რომ ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობს ამ რეგიონებში, დაიცალა მთა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, ჯერ რომ გავიმარჯვოთ და მერე კიდევ დავაბრუნოთ ხალხი უკან მთაში. წარმატება მინდა უსურვო ქალბატონ ირმას, ბატონ კონსტანტინეს და საერთოდ მთლიანობაში ჩვენს პატრიოტთა ალიანსს და ჩვენთან ერთად გაერთიანებულ ოპოზიციას. მადლობთ ყურადღებისთვის. კოკა შენც თქვი და დავუბრუნდე. მოგესალმებით, მე ვარ კონსტანტინე კოკა მორგოშია. დიდი მადლობა მინდა პირველ რიგში მოუხადო პარტიას მის ხელმძღვანელობას სამხელანდობისთვის. ჩვენ უკვე რამოდენიმე თვე ამ მცხეთაში მუშაობთ და ეხლა დღეიდან უკვე საარჩევნო მარათონი უკვე ოფიციალურად ესე ვთქვათ ჩავერთეთ. ჩვენ ვართ ორიენტირებულები მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისთვის. ჩვენ ყოველდღიურად ვგრძნობთ მცხეთის რაიონის მოსახლეობის უდიდეს მხარდაჭერას პარტიის მიმართ, არის აბსოლუტურად მზარდი. პარტიას ჯერა ჩვენი და მე ვიძლევი პირობას, რომ მათ ამ იმედებს არ გაუცვლო და მცხეთას ერთხელ მაინც დამოუკიდებლობის შემდეგ ეყოლება ისეთი ხელისუფლება და ისეთი ხალხის ხელში იქნება, სადაც მცხეთაში ხალხს არ ექნება იმის პრობლემა, რომ არ აქვს წყალი, არ აქვს გაზი და არ აქვს სამუშაო ადგილები. მცხეთა იმსახურებს უკეთეს სიტუაციას, მცხეთას აქვს ამისთვის ყველაზე დიდი პოტენციალი ტურიზმის მხრივ იქნება თუ ინვესტიციების მხრივ, თუმცა ამ ეტაპზე ეს არ ხორციელდება. მე მაქვს ამის შნოს და უნარიც, რომ ჩავება ამ დიდ ბრძოლაში, მივიდე გამარჯვებამდე, მცხეთელ ხალხს შეუქმნა უამრავი კომფორტი და ვემსახურო მათ. დიდი მადლობა. მადლობთ, დიდი მადლობა.